და სულისაწმინდისა და ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელმა მოგცეთ ღმერთმა მშვიდობა, წყალობა, დალოცულები იყავით და ფარავდეთ სულიწმინდის მადლი. თქვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა, სრულიად საქართველო და რაც ყველა ადამიანი, ვინც მოელის ღვთისგან წყალობას, იმ მადლს ყველას მიანიჭებს ღმერთი და მიმღებლობაა მთავარი, რამდენად ჩვენ მიმღებლები ვარ ჩვენ ამ ყველაფრისა, თორე მისგან მოედინება უხვად და ამაში ფული არ არის გადასახდელი საერთოდ, ასე რომ ადამიანები რო იძახიან რაღაც ძნელია, ძნელი საერთოდ არაფერი არ არის. და მოყავთ ხოლმე ზოგადად ვერ მარხულობს, ვერ ლოცულობს, არ შეუძლია, ასე ამბობს. მაგრამ ესე ბევრი გაჭირვებული ადამიანი მინახია მე ჯანით და გაჭირებულს უფრო მეტად შეძლებია, იმიტომ რომ მანამდე ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას, რაშიც ჩვენ ვართ, რაც გვაქვს ღვთისგან და ამიტომ ღმერთმა არავის არ მოგცეს ცუდი, მაგრამ ადამიანი განსაცდელში გამოიცდება და ადამიანს განსაცდელში უფრო მეტად თვალები ფართოდაა გახელი. დღეს ვიდრე სახარებას განმარტავდე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად გავიწყდებათ რაღაცეები და შეგახსენებთ, ეს ასაკის ბრალი არ არის, მერწმუნეთ, ეს არის თქვენ ესე გინდათ უბრალოდ და უბრალოდ დამავიწყდე, კარგი საშუალებაა ზოგადად. კითხვას ასე დავსვავდი, როგორ შეიძლება მარხვა დაგავიწყდეს? როგორ შეიძლება ლოცვა დაგავიწყდეს? ნახეთ როგორ არის, შეიძლება დაგავიწყდეს, სად შეინახე რაღაც. აქ რო გაქვს შენახული, მასე არ იყოს, აქედან ვერ ამოშლიო. როგორ უნდა დაგავიწყდეს? ყველაზე კარგი თავის გამართლების საშუალება. ამიტომაც არის, რომ ნახეთ, მე ბევრჯერ მithქვია, კადრულობთ, ვისაც ეხება, რა თქმა უნდა. და აღსარებაში, ღმერთთან მიმართებაში იტყუებთ. ბევრჯერ მithქვამს, დაარქვით თავის სახელი. თქვი ადამიანურად, ნუ იტყუები, რომ დავარღვიე მარხვა. არ დააბრალო არავის, ან ნუ იტყვი რომ დაგავიწყდა, ნუ იტყვი რომ როგორ შეიძლება, ნახეთ როგორი თემა, აი მაგალითად რომ დაადგე და შენ შვილს სადილი გაუმზადო, ეს ხო არ დაგავიწყდება, ეს ხო შენში ზის დედა ხარ, ხო? ასევე როგორც ქრისტიანი მართლმადიდებელი, როგორ შეიძლება გავიწყდებოდეს, რომ ლოცვა გაქვს წასაკითხი. შენი პირდაპირი, ესე ვთქვათ, მოვალეობაა და მოვალეობასთან ერთად წესია, დღის წესრიგია შენი. მარხვა როგორ შეიძლება, ან კეთილი საქმე რა ვიცი, ადამიანს როგორ შეიძლება დაავიწყდეს. ამიტომ მე ხშირად მithქვამს თქვენთვით, რომ ადამიანი შეიძლება შეცდეს და მოტყუდეს, მაგრამ უფალი გულს ხედავს კაცისას, არა მარტო სახეს გულს ხედავს და არ გინდათ შემოძვირფასება, იმიტომ რომ დაივიწყეთ ესეთი არაფრის მომცემი და არაფრის თქმელი ფრაზები, იმიტომ რომ რას ქვია დაგავიწყდა, იგივე ეს, რომ აი მამაო მე არ მინდოდა და შემომეჭამა და ესეთი რაღაცა გაცვეთილი ფრაზები არ არის სწორი. ანუ თუ გინდა უფალთან ვიყო და გქონდეს ჯანმრთელი და ესეთი სწორი ურთიერთობა, მაშინ ჩვენ თვითონ სწორად უნდა ვიაზროთ და ამ ყველაფერს ჩვენ სწორად უნდა აღვქვავდეთ. რაც შეეხება ახლა მარხვა, შობის მარხვა და ძალიან ბევრმა ადამიანმა ვისაც როგორ შეუძლია, რა თქმა უნდა, მარხვა ის არ არის რაღაცა ვიღაცას იარაღი დაადგეს ადამიანი და რაღაცა ძალით გააკეთებინოს, მაგრამ ნახეთ როგორ არის, ან მარხულობ, ან არ მარხულობ, ხო, არავინ ძალას არ გატანს, მაგრამ იგივე იმას გავიმეორებ, რომ შენ მარხვაც გინდა სანახევროდ, ლოცვაც გინდა სანახევროდ, ტაძარში ყოფნაც სანახევროდ, იმიტომ რომ ბოლომდე არ არის დასრულებული საფრთხო ლიტურგია და გარბია, ანუ ყველაფერი ნახევარი გინდა და მაშინ რაც გავაკეთებ, იცი, რომ მოხდა ჩავაწოვ ყოვს სისხლში და ესე გაგალოკებ ყოვს მარტო და გამოვა შენი ზიარება, მეც ნახევრად გავაკეთებ ამას. არ შეიძლება რაღაცა სათამაშოდ გადააქციეს ადამიანებმა ზოგადად, ანუ უფალთან ესეთი ურთიერთობა, რატომ მობიერი რომა, კაცთმოყვარეობა? მაშინ სად არის თქვენი კაცთმოყვარეობა? სად არის თქვენი გონიერება? ნუ ზოგადად ეხლა სწორად გამიგეთ, ეხლა ვისაც ეხება ამ ქადაგებით იმას მიმართავ. ადამიანებს, რომლებიც აი რაღაცა არაფრის თქმელი ფრაზებით, ანუ იმართლებენ თავს. არ გამოვა ესეთი რაღაც და მოდი ესე ყველა კი ვართ შვილი ღვთისებ, მაგრამ ნუ ვიქნებით ესეთი რაღაცა ცუდი შვილები, ხო შეიძლება ვიყოთ კარგი და ესეთი გონიერი შვილები. ამიტომ არის რომ მარხვაში ძალიან ბევრი ადამიანი ზოგი რაღაცას ითხოვს, გასაგებია გვესმის ძალიან რთული პერიოდი, ადამიანები დაუძლებულები არიან, მაგრამ იცით რა არის
არ არის ყველაფრის ახლა მატრონას ხელზე გამახსენდა რო დაგახველოს მაშინაც ყველი ჭამო გესმით არ არის სწორი შეხوارა ჭამატო ხოდა ამიტომ არის რომ ყველაფერზე ითხოვენ გვესმის ვინც ითხოვს უნდა მიეცეს ვისაც მართლა ჭირდება მაგრამ იცით რა არის ჯერ ისედაც შობის მარხვა თევზით არის ხსნილი არ არის სიმძიმე რაც არის წმინდა ორმეულში ხო მაგრამ კი ვინც ავად არის ექიმა უთხრა და ასე შემდეგ კი ბატონო მიირთვით იმიტომ რომ ის კი არ ჩადის ის კი არ წარწმესაც პირში ჩადის არამედ პირიდან ამომავალი სიტყვა მაგრამ თლათ ნუ გავაუბრალოებთ არ შეიძლება იმიტომ რომ ეხლა ოთხშაბათი დავარგვიე მარხვა მამა პარასკევი დავარგვიე მარხვა შედის უკვე ეს არის გაუბრალოება იმიტომ რომ შენ პატივს არ ცემ მარხვის დღეებს თან უნდა გახსოვდეთ რომ ოთხშაბათი ჩვენ გვახსენებს ქრისტეს გაცემას იუდას მიერ და პარასკევი კიდე მის ჯვარცმას და ჩვენ რატომ მარხულობთ ამ დღეებში იმიტომ რომ ჩვენ არ გავხდეთ ზუსტად ჩვენც ქრისტეს გამცემლები არ გავხდეთ ჩვენი ცუდი საქმეები და საქციელები და კიდევ ხელახლა ჯვარზე არ ავიყვანოთ მაცხოვარი იმიტომ რომ სულ აკვა სულ მუდმივად ჯვარზეა გაგული ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე ამიტომ არის რომ ცოტა სხვანაირად უნდა ვიფიქროთ არ შეიძლება რაღაც სხვანაირი მიდგომა უნდა ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს თუ როგორ არ ჭამდნენ ჩვენი წინაპრები კი არა מחვილს არ უშინდებოდნენ მარხვას არ აღობდნენ რა გახდა ხალხო რა გახდა ჩვენთვის ესე იგი რომ ოთხშაბათი პარასკევი წმინდა ყოფდა ანუ ეს მარხვა შევინახოთ და კიდე გეტყვით შეიძლება გეწყინოთ და განმიკითხოთ არ მაინტერესებს მე ჩემსას ვიტყვი ადამიანები რომლებიც მარხვაში დაბადების დღეზე დადიხართ ცეკვავთ უნტრუშობთ და მარხვაზე ხართ შემირცხვენია თქვენი ქრისტიანობაც და თქვენი მარხვის დაჭერაც ამის გარეშე ვერ ისწავლეთ იმიტომ რომ გეგონებათ რომ სულ სწორად იქცევი მე შემირცხვენია თქვენი ესეთი მიდგომა იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გიმეორებ მარხვაში არ დადიან იმიტომ საცდურში არ ჩავარდნენ იმიტომ რომ მამები ამბობენ რომ შენმა საკუთარმა ძმამაც რომ მოიყვანოს სოლი მარხვაში ნუ წახვალ რათა თანამოზიარი არ იყო ანუ ამ ცოდვისა ვის გესმით არც არავის ჯერ იქიდან აიღეთ ვინც მარხვაში ქორწილს იხდის ჯერ იმის ტვინში ჩამახედა და მე თქვენ ტვინში რომლებიც იქ გარბიხართ ხო უნდა მიხვდეთო რაღაც ცუდად არის საქმე ვის გაუგონია მარხვაში ხალხი მონასტრებიდან გარბოდა უდაბნოში გამოქვაბულებში და თავს აფარებდნენ და განმარტებით ლოცულობდნენ და ამას ხო არავინ გთხოვთ ელემენტარულია რომ თუ მარხვაზე წეღა რითის დავიწყე ვინმე ხომ არ გაძალებს თუ ხარ იყავი ეხლა ერთი რაღაც უნდა გითხრათ სხვათა შორის ძველი ისეთი გამოთქმა ცოტა სახუმარო მაგრამ რეალობით ნათქვამი ესე ამბობენ რომ თუ მღვდელიო 10 წუთი ხადაგებსო და მეტი არაო ესე იგი წმინდანიაო მე მაქსიაში არა ვარ და მე დიდხანს ხადაგებ მაგრამ თუ მღვდელი 10 წუთზე მეტ ხადაგებსო თქვენ ხართ უმრევლი მოწამეებიო და მადლობა რომ მიძლევთ ხო ანუ მე წმინდანი არ ვარ მაგრამ თქვენ ხართ მოწამენი რომ ამდენს ისმენ და მაგრამ ხო იმედია რომ რაღაცას ვისწავლეთ ცხოვრებისეულ ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ამ სახარებას რომელსაც ქვია მაცხოვრისადმი ანუ ესე ვთქვათ ზოგმა დაარქვა რომ მაცხოვრის გამოცდა მაგრამ ეს არის ფრიად დიდარი ჭაბუკი რომელიც მიდის მაცხოვართან და ეუბნება რომ რა სიკეთე ვქნა რა გავაკეთო რომ საუკუნო სასუფეველი დავამკვიდრო მე თავიდანვე შევნიშნავ რომ მათი ჯულის თანახმად მათ ეს ყველაფერი იციან მაგრამ არის რაღაც რაც ამ ადამიანში მოსვენებას არ აძლევს და იცის რასაც აკეთებს იცის რასაც ყოფს მაგრამ არის რაღაც აკლია რაღაც და ვერც ერთმა სინაგოგაში თუ მათმა მღვდელმთავრებმა თუ წინამძღვრებმა ვერ მისცეს ამაზე პასუხი ამიტომაც არის ადამიანის ძიებაშია და მოდის მაცხოვართან და ესე იწყება სახარება რომ მოდის ერთ-ერთი ჯულის მეცნიერი სიტყვას დაუკვირდით ხოლმე სახარებაში რაც არის ჯულის მეცნიერი ნიშნავს მან ჯული აბსოლუტურად ზეპირად იცის მაკი არა ზეპირად საუბრობდნენ და ლოცულობდნენ და მივა და ეუბნება გამოცდიდაო ასე წერია მაგრამ ჩვენ შეიძლება თქვათ და ვივარაუდოთ რომ
რამოდენიმე ჩვენ გვაქვს ესეთი სახარება, სადაც მართლა გამოსასა მიდიოდნენ ჯულის მეცნიერები უფალთან და გამოცდნენ. რატო? იმიტომ რომ მუდმივად ქონდათ ესეთი თემა, რომ როგორმე რამეში ჩაეჭრათ მაცხოვარი, ხო სულ აყვედრიდნენ მაცხოვარს და ხო სულ უკან დაძდებდნენ და ჩასაფრებულები იყვნენ, რომ რამე ისეთი დაეჭირათ, რომ ემხილებინათ მაცხოვარი. ამიტომაც მაცხოვარი პირიქით აქეთ ამხელდა ყველას და აქეთ ემაშვებოდა, მაგრამ ნახეთ სწორი ფორმა როგორ არის. შენ რო გამხელენ და შენ თავს რო დაიჭერ იმ შეცდომაში, რაშიც შენ ცდები, ადამიანმა თავი უნდა დახაროს და მე მგონი უნდა თავის თავზე მიიღოს და შეცდომა უნდა აღიაროს თავის გულში და მე ღმერთთან ხო მონანიებით. მაგრამ ისინი თუ დაუკვირდებით ამ სახარებას თუ კითხულობ, პირიქით იერიშზე მიდიოდნენ და აქეთ შეტევაზე იყვნენ. ამიტომაც არის რომ მიდის და ეუბნება რა გააკეთოს და მაცხოვარი ეუბნება რომ არ აღმოგიკითხავს რომ არ იპარო, არ იქურდო, არ იმრუშო, პატივიეცი მამა შენსას, დედა შენსას და ასე შემდეგ. და ეს ჭაბუკი ეუბნება რომ ეს ყველაფერიო სიხმით ჩემიდან ვიციო, ანუ მე რითიც დავიწყე ყველაფერი იცოდა და მაგით იზრდებოდნენ იქ და ყველა ოჯახში ესე იყო. მათი რჯული ამაზე ხადაგებდა და მე მაცხოვარი ეუბნება რომ მოისმეს ამ სიტყვებს რომ მაშინო გაყიდეო შენი მონაგებიო და დაურიგე გახაკებსო და მოდი და შეუმიდე კიმეო და ეს ადამიანი იყო ძალიან დიდარი, იმიტომაც ქვია ასე ფრიად დიდარი ჭაბუკი. და დაღონდება ეს ადამიანი ამ სიტყვების მოსმენისგან. და მაცხოვარი ბრძანებს, რომ დიდარი ძალიან ძნელად შევა სასუფეველშიო. როგორცო აკლემი ნემსის ყუნჩი ვერ გაძვრება, ასე გაუჭირდება და ვერ შევა დიდარი სათა სასუფეველში. და ამ დროს მოციქულები ეკითხებიან, აბა ვიღაც ხონდება, ვინ გადარჩება? და მაცხოვარი ძალიან მოკლედ, მაგრამ ძალიან სიგნალისეულად პასუხობს, რომ შეუძლებელი კაცთაგან, რაც თქვენ არ შეგიძლია და მუდმივად ხო ჩვენ ამ მდგომარეობაშია სულ წუწუნებ და სულ რაღაცას შვებით, აი რა გვეშველება, რა უნდა გავაკეთოთ, შესაძლებელი არის ღვთისგან. იმიტომ არის, რასაც ჩვენ ვერ ვაგვარებთ ადამიანები, უნდა მივიანდოთ ღმერთს და უნდა უფალთან გქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა. რაც შეეხება იმას, რომ ამ ჭაბუკს როგორც მოგახსენეთ, ჩანს რომ ეს გამოსაცდელად არ მიდის, იმიტომ რომ მას მართლა ძალიან აინტერესებს. ნახეთ, ჯულის ზეპირად იცის, ყველაფერს აღასრულებს, არაჩვეულებრივი თავისი ჯულის დამცველია. მაგრამ მის სულში არის რაღაც ნაკლოვანება, რაც მას უნდა. სულის ცხონება, ხვდება რომ ეს რასაც ის აკეთებს, ეს საკმარისი არ არის. ამიტომაც მიდის. მაცხოვართა შეიძლება ძალიანაც გაუჭირდა, მაგრამ მიდის. რასაც მოისმენს მაცხოვრისგან, ხო, ის დაბრკოლდება, დაიბნება, შეშინდება და დუმარეთ უკან წავა, იმიტომ რომ ის ძალიან დიდარი იყო. ძალიან თქო, ნუ მეტყვი თქვენ რომ ან სიმდიდრე ან სიღარიბე განაშორებს ღმერთისგან ადამიანს. რა თქმა უნდა, არა, ბევრი მაგალითი მithქოს თქვენთვის, თუნდაც ეხლაც გეტყვით, ხო? არც მდიდარი წარწყდება თუ ის ნორმალური ქრისტიანია და არც ღარიბი ესე ვთქვათ ცხონდება თუ ის ღვთისმგმობელია. ანუ ამით არ ხდება. ამიტომ არის რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს პრაქტიკაში წმინდა წერილში და საღვთო გარდამოცემაში ადამიანა პირველი თუ გინდათ აბრაამი, პირველი მამამთავარი, რომელიც უმდიდრესი იყო. მაგრამ პირიქით ხელი არ შეუშლია და ძალიან ბევრი ესე. ამიტომ არის რომ ეს ადამიანი ნახეთ ამ სიმდიდრეს არის შეყვარებული. იმდენად უყვარს რომ ნახეთ მასთან ცხონებაც უნდა, სულის ცხონება. გესმით? და პლუს ამას უნდა კიდე რომ ეს ორი ბატონი რო ყავდეს, ანუ მამონსაც ემსახურებოდეს და ღმერთსაც და უფალი კიდე გვეუბნება არ გამოვა ეს. ორს ვერ ემსახურები. ერთი გიყვარდეს და მეორე გძულდეს არ გამოვა. ამიტომ არის რომ მაცხოვარი არ ეუბნება, მე ბევრჯერ ამიხსნია ეს თქვენთვის და მithქვამს რომ გაყიდი ან ვიღაცას არ ეგონოს რომ ანუ ადამიანი თუ მდიდარია, მას შანსი არ აქვს სათასასწორო შესვლისა, უნდა მაინდამაინც ყველაფერი გაყიდოს, მიყიდოს, მოყიდოს და მერე ცხონდება? არა, რა თქმა უნდა. საუბარი აქ არის რომ მაცხოვარი ხო გულს ხედავს კაცისას, ეღანს გითხარ და უყურებს რომ კი ამ ადამიანში არის რაღაც მოთხოვნილება, აკლია ის რაც მას სჭირდება სულის ცხონებისთვის, მაგრამ მარტო კი არ უყვარს, იმდენად მიჯაჭულია აი ამ სიმდიდრეზე, რომ ერთი კაპიკიც რომ მოაკლდეს ვერ წარმოუდგენია და ამიტომ არის რომ ჩვენ ყოველთვის დედა ეკლესია გეუბნებით, საკუთარ თავსაც ვეუბნებით, რომ
არ შეიძლება მიჯაჭულობა რამეზე, გესმით? აი მაგალითად ადამიანი რომ გარდაიცვლება, ესე თქვა, ადამიანი რომელიც ღვთის სასუებაზე არ არის დამოკიდებული და ანუ შეიძლება სასწორკეთილებას ჩავარდეს, ესეთ ირის რა მეშველება, რა უნდა ვქნა. საშველი ყოველთვის არის. გესმით? ადამიანები არ მიყვებიან საფლავში მეორე ადამიანს, ვინც არ ჩენდა. იმიტომ რომ ყოველთვის რჩები ადამიანი და უკვე შენ უნდა გაიკაკო და გაიყვალო. ანუ გზა. ეს ნიშნავს, რომ შენ ძლიერი ხარ, ფეხზე უნდა დადგე და ღვთის იმედად ლამპარივით უნდა ყავდეს ღმერთი, რომ გინათებდეს შენი რწმენა, შენი სარწმუნოება გზას. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, კარგად ცუდია, იმიტომ რომ ჩვენგან მიდიან ადამიანები, ვინც გვიყვარს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და რატო ავიღე მაგალითის, რომ ურწმუნო ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს, რომელიც ღმერთზე მინდობილი არ არის. გესმით? ამიტომ არის რომ ადამიანი რომელიც მიჯაჭვულია, აი მე ბევრჯერ მithქვამს და ჩვენ გვეუბნება მაცხოვარი რას გეუბნება, თუ ჩემზე მეტად გიყვარს დედა ან მამა ან ცოლი ან შვილი და ძმა და მოკლედ ასე შემდეგ, არ ახარ ჩემი ღირს, რატო გეუბნება? ეგოისტია და ამიტომ რომ უნდა უყო, კი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ნახეთ, გეუბნებათ ამით რომ მიჯაჭულობა არ შეიძლება, ნორმა ზღვარი უნდა ვიცოდეთ ყველა, გესმით ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ანტონი დიდი გვეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ ადამიანმა უნდა ზომიერება იცოდეს. და ორი სიტყვით გეტყვით ამაზე თუ უფლებას მომცენ. არა ვარ წმინდანი, კიდე გიმეორე თვითონ გადაგიბამდეს, რომ რაც ჭკუაში მომია, მე სადამად ტვინი, ამიტომ რაღაცა გამიძელი. ხო და მეორედ მოსვლა რომ დადგება, რომ აღარ იქნება სინათლე. სინათლე როგორ არ იქნება, მაგრამ იმათვის არ იქნება, ვინც არც ფული იქნება, ვერც იყიდის, ვერც გაყიდის და ვერც ზოგადად ადამიანი ვიცი ჩვენ, ხო, ადამიანები როგორ იქნებიან. აი მე რას იზავთ ზომიერების დაკარგული ადამიანები რა უნდა ქნან? დღეში 8-ჯერ რო ჭამენ, რო არ ყოფნი და რა ვიცი გატენილი აქვს მაცივარი თუ რა ვიცი ყველა სხვა დანარჩენი და უფუჭდებათ. აი ასეთ ადამიანებს უფრო მეტად გაუჭირდებათ. ზომიერება უნდა ისწავლოთ. გესმით? არ ვიცი ხო მე ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ბერები მონასტერში როგორ იკვებებოდნენ. მართალია ჩვენ ბერები არ ვართ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი რა რომ ბერები და მონაზვნები ჩვენ ერთში უნდა ვიყო ჩვენი ცხოვრების წესით, გესმით? უფალმა იმიტომ არ გააჩინა ადამიანი, რომ სტომაქი ბოდიში და გაიხეთქოს. იმიტომ არ გააჩინა, რომ თვითონ მესაკუთრე იყოს და სხვისთვის იმას არ ემეტებოდეს და მრავალი შემიძლია ესეთი თქვა. ამიტომ არის რომ ზომიერება ვისწავლოთ, რომ დადგება დრო და დღეს თუ ჩვენ ზომიერება არ ვიცი და ხვალ რო ერთი ნაჭერი პური გექნება, შენ ვისთვის გამყოფი ხარ? არ გაუგებ. და ქრისტე ამას გვასწავლის, აი თუნდაც დღევანდელი სახარებია. გესმით შემოკარგებო? ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზომა, რამდენჯერ გუწფელად მითხარით, აგიღიათ თქვენი შვილების თეფშებიდან ნაჭამი და გადაგიყრიათ დარჩენილი. კი უნდა გადაყაროთ, საერთოდ კოვზით უნდა აჭამოთ ძალით, იმიტომ რომ ან იმდენი ამოიღოს, რამდენიც მას ჭირდება და მოერება, ან კიდე საჭმელს ნუ გადაყრით. უპატივცემულობაა ეს. არ შეიძლება. გაიხედეთ რამდენი შიმშილობს და თქვენ კიდე ნაგავში ყრით ამდენ საჭმელს. ნუ ვინც აკეთებს ამას? ღვთის მადლიერები უნდა ვიყოთ. რომ დავსხდებით ბოლოს ვინ ილოცეთ სუფრასთან, ანუ საჭმელთან. არ და გვაქვს შენ ლოცვა ამ ჭამის წინა და ჭამის შემდგომ. რატომ იცი მადლიერება არა გვაქვს, რაც არ უნდა იძახოთ. არა ვართ მადლიერნი ჩვენ ღვთისა. არა ვართ მადლიერნი იმისა, რომ გვაქვს ლუკმაპური დღეს. ძალიან ბევრ ქვეყნებში დამიჯერეთ რა. პური კი არა საერთოდ არ ვიცი საშინელებები ხდება და არც შორს არის ის დრო და ის ჟამი როცა ჩვენ ნენელა გავიგებთ რომ დღეს ხო ჩვენი ქვეყნის შვილები მისწირიან ევროპას რომ იქაც გაჭირდა, იქაც გაძვირდა და ნენელა დაიწყება შემოდინება ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ გეუბნებით იყავით გონიერნი არ ვიცით დრო და ჟამი როდის რა იქნება მაგრამ ჩვენ ამის ცოდნა არ მოგცა უფალმა ჩვენ მხოლოდ ერთი გვითხრა შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ ცათა სასუფევად და ეს უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს უფალმა დაგლოცოთ